მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ მეორე ნაწილი ვიდეოსი კосмические посиделки. განახებთ ახლა მე ეს პირველი ნაწილი ამ ვიდეოსი მე გადაგითარგმნეთ თქვენ. ალიონა ბერეგინია, ეს არის ალიონა ბერეგინია, ესენი გროვდებიან ეს მამაკაცი მგონი არ მახსოვს უბრალოდ რა ქვია და ალიონა ხოლმე იწვევენ სტუმრებს, სხვადასხვა სტუმრებს. წინათ იყო ოლია. ეს არის ოლგა ტანი და ის სხვა ოლია. წინათ ვიდეო რო გადაგითარგმნეთ. და ესენი ახლა ყვებიან თავის აქტურიანულ ცხოვრებაზე. და თუ როგორ შეიქმნა კაფსულები, სადაც იძინებენ, სადაც წვებიან მაგალითად მომავალში მყოფი უცხოპლანეტელები, რომ მათი ცნობიერება, მათი სული განსახიერდეს სხვა პლანეტაზე და ერთდროულად მიიღონ გამოცდილება უბრალოდ მიიღონ ისე რომ არ მოკვდნენ. მაგალითად, მე ჩავწეხი ამ კაფსულაში დავიძინე და ჩემი ცნობიერებით წავედი მაგალითად დედამიწაზე და იქ დავიბადე. ბევრი სულებია მას მოსული დედამიწაზე. ზძინავთ კაფსულებში ბევრ სულებს, ამ სულების სხეულებს ზძინავთ ამ ასეთ სპეციალურ კაფსულებში და თვითონ აქ იღებენ. შეუძლიათ რამდენიმე ადგილას მიიღონ გამოცდილება, მერე დაბრუნდნენ თავიანთ სხეულებში და ეს კაფსულა თურმე შეუქმნია ამ ოლგა ტანიდას ასპექტს, რომელიც პრინცესა გოიას, რომელიც ცხოვრობს იქ. მე თქვენ ოლგა ტანიდას ვიდეო გადაგითარგმნით პრინცესა გოიაზე. მოდით აბა ძალიან საინტერესო ვიდეოა. მე შევეცდები რაც შეიძლება ნელა ვილაპარაკო, რადგან ბევრი ტერმინები, რასაც ახსენებენ ეს გოგოები, არის ჩვენთვის მაინც უცხო. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია მაგალითად, მაგრამ მაინც ამიტომ ნუ გამიბრასდებით, რადგან მე ჩქარა ვსაუბრობ, მე სპეციალურად საუბრობ ასე, რომ გასაგები იყოს ჩემი ნათქვამი. და ვიდეოს ქვია ასე, ჩვენი აქტურიანული განსახიერება. ალიონა ამბობს, პირველი ვინ ჩემთან მოვიდა, ეს იყო არტიქი. ეს იყო აქტურიანელიო, ამას ყვება ახლა ოლგა ტანიდა. ის იხსენებს თავის იქაურ ცხოვრებას, შემდეგ პრიადებზე ცხოვრებას და ოლგა ტანიდა ამბობს, რომ იმ დროს უფრო ადრე წლების წინ ჩვენ ველში უცხოს არავინ უშვებნენო, რადგან ეს იყო მისია, ჩვენ ხო მისიით ვართ აქ ყველა მოსულები, ხო და უცხოს არავის უშვებნენო ჩვენ ველში, ველი ბიოლოგიური ველი, რომელიც ჩვენ გარშემო ყველა ადამიანს გააჩნია. ეს არის ელექტრო და მაგნიტური ველი ჩვენი ორგანიზმისა. და მე გამიკვირდაო, ამბობს ოლგა ტანიდა, რომ ნახიოთ ჩვენ ველში აქტურიანელი და ხო, და მე დავიწყო მასთან საუბარი და მოგვიანებით გაირკვაო, რომ ჩვენ იქ აქტურზე ვიყავითო ნათესავები. და ჩვენი მიწიერი გაგები თუ ვიმსჯელეთო, ის იყო იქაური აქტურზე ჩემი ქმრის ძმა. ამბობს ოლგა ტანიდა. ესე იგი პრინცესა გოიასი ქმრის ძმა. ეს ოლგა ტანიდა არის თვითონ ის პრინცესა გოია იქ აქტურზე და პრიადებზე არის ტანიდა. და ეს ჩემი ქმრის, ანუ პრინცესა გოიას ქმრის ძმა და პრინცესა გოია ერთად სწავლობდნენ მაგიურ სკოლაში იქ აქტურზე.
ალენა ეუბნება ოლგა ტანიდას მოყევიო იქ როგორ გამოიყურებიო ის მამაკაცი არ მახსოვს ზუსტად რა ქვია ეს მამაკაცი ეუბნება მე მახსოვს შენ როგორ გამოიყურებოდიო მიახლოებითო როდესაც სტაზიში იწექიო კაფსულაში ხო ბევრიო აქტურიანელებზე ყვებიანო როგორც რაღაც უცხო პლანეტელებზე რაღაც ხატავენო იმათ ისე რომ რაღაც განსხვავებულად გამოიყურებიანო მაგრამ მე ნახეო როდესაც აი თქვენ აქტურიანელებს ხედავთო ახლოდან ისინი ჩვეულებრივად გაბლარიანო ადამიანებს მე შენ გიყურებდიო ასტრობუსის თვალებით როგორ იწექიო შენ სტაზიში კაფსულაში ხო შენ ქონდაო შავი დიდი თვალებიო და ის ქონდაო დახუჭული რადგან სტაზიში იყო ძინავდა ხო ოლგატანი დაამბობს ხო მე მქონდაო იქ მაქვსო პრინცესა გაიას აღწერილობას გვიყვებიან ახლა გაია არა პრინცესა გოიას აღწერილობას გვიყვებიან ახლა ესენი და პრინცესა გოიას ქონია დიდი წვეთებული წვეთი ხო იცი წვეთს რა ფორმავს იმდაგვარი თვალები შავი თვალები და შენ იყავიო ლურჯი ფერის ხო ოლგატანი და ამტკიცებს მე იქ პრინცესა გოია ვარო ლურჯი ფერის კანი მაქვსო ხო სხეული საერთოდ აქტურიანელებს აქვთ მოგრძო კიდურები მოგრძო თითები ხელების და ოლგატანი დაამატებს რომ ხო და კიდევ ენერგია არისო აქტურიანელებს აქვენო მოცისფრო მოისამისფერი ენერგიები და იმ მომენტში როდესაც მე ჩემი თავი ვნახეო პრინცესა გოიას ნახეო პრინცესა გოია ანუ ჩემი თავიო მეო თითქოს და მივდიოდიო ველზე ბალახს ხედავდიო მაგრამ თითქოს ეს ბალახი იყო ენერგეტიკული და მე მეცვავ ქვედა კაბა რომელიც ასე იწეოდაო ზევით თითქოს ენერგიები წევდნენო და მე თითქოს მოვდიოდიო მაგრამ მიწას არ ვეხებოდიო არამედ მოვცურავდიო მიწაზე და ჩემ ქვეშო თითქოს და закручивалась თითქოს იგრეხებოდაო ჩემ ქვეშ ტორსიონული ველი ზევით გამოდიოდაო ახლა კი იმასაც გეტყვით შეგახსენებთ თუ რა არის ტორსიონული ველი ტორსიონული ველები ეს არის დაგრეხვის ველები არა ხა რო გიყვებოდით მე თითქოს იგრეხებოდაო ველი ეს არის ჰიპოთეტიკური ფიზიკური ველები რომელიც სავარაუდოდ იბადებიან სივრცის გრეხვით ან ობიექტების ტრიალით მათ აღწერენ უნარს მომენტალურად ინფორმაციის გადმოსცემის აგრეთვე მათ ისინი ზეგავლენას ახდენენ ბიოლოგიურ პროცესებზე და შეუძლიათ ენერგიის გადატანა ამ ტორსიონულ ველებს მაგრამ მეცნიერება არ ახიქვამს ამ ტორსიონულ ველებს და სინამდვილეში და არსებობს ეს ტორსიონული ველები უпроსტად ამ ტორსიონული ველების ტრიალის მიმართულება არის ორი ეს არის ისრის საათი ისე მე საათის ისრის მიმართულებით ანუ მარჯვნიდან მარცხნივ ასე ტრიალი ესე იგი ხო მარჯვნიდან მარცხნივ და არის დინება ტორსიონული ველების რომელიც მოდის მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ მიმავალი ტორსიონული ნაკადი ამბელისა ტორსიონული ველის ნაკადები სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე
საერთოდ ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მთლიანობაში. და უბრალოდ სიტყვით რომ ვთქვათ, ტორსიონული ველი ეს არის გროვა მიკროქარიშხალებისა სივრცის მიკროქარიშხალებისა, რომელიც ტრიალებს ობიექტის გარშემო. ანუ ახლა ჩვენ გარშემო არის ტორსიონული ველი. სივრცე ხოლმე იცვლება. გადაადგილდება და ჩვენ მას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ეს პროცესი არსებობს. და ეს ისე ლამაზი იყო, ეს კაბარო იწეოდა ტორსიონული ველი, რომ ტრიალებდაო ჩემ გარშემო და თითქოს და აი ხაერში იყავიო და ეს ამ ტორსიონული ველის დახმარებით გადაადგილდებოდიო და მე უცებ ვერ მიხდიო, რომ ეს იყო ჩემი განსახიერება. მოგვიანებით უკვე მომაწოდესო ინფორმაცია. მე მახსოვს, რომ ჩვენ ვიზრდებოდითო ერთად. თვითონ გოია იყო ძალიან ცნობის მოყვარე, რომ ის ატარებდაო ბევრ გამოკვლევებს, ბევრი რამით ინტერესდებოდაო. მე მახსოვს, რომ ასტრობუსი მიყურებდაო მისი დიდი თვალებით, შეყვარებული თვალებითო კარგ გაგებაში ახტაცებული იყო ჩემით. ხო, და ეს კაცი და ოლგატანი და ყოფილან იქ ბიძაშვილები თუ მამიდაშვილები, бизаშვილია двоюродная сестра, двоюродный брат. Мамидаშვილია троюродный брат, троюродная сестра. მამიდა არის троюродная тётя. და ჩვენო ბევრი ბავშვები იყო, ოჯახებით მეგობრობდითო და ეს ამ საერთო საქმემო მიგიყვანაო იმ საქმემდე, რომლიცაც ჩვენ დავკავდითო მოგვიანებით არტურზე. და როდესაც მე ვცდილობდიო გოია გამეცნო, მე მიკვირდაო, რატო ვარო მე ის, რატო ხდებოდაო ასე, ბევრი კითხვები გაუჩნდა რა საკურველია. ეს არის ოლგატანიდას ასპექტი, მაგრამ ის ხომ მიწაზე იყო გასახიერებული და მისთვის ეს იყო ახლა თქვენ რო გითხან, თქვენ მაგალითად პლეადებზე აი ამ პიროვნებას წარმოადგენ, რასაკურველია, თავი დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენ ეს ინფორმაცია მიიღოთ. ასე იყო გაოგნებული ოლგა ტანიდაც, რომ გაიგო, რომ მას ყავს ასპექტები არტურზე, პლეადებზე და ეცნობოდა ამ მის არტურიანელ ასპექტ პრინცესა გოიას. გაირკვაო, რომ პრინცესა გოია დაინტერესდაო სულის განვითარებითო. და პრინცესა გოია სუნდუდაო გაერკვია თუ როგორ შეიძლება გამოცდილების მიღება სულისთვის ისე, რომ არ მოხვდე. ანუ არ გამოხვიდე განსახიერებიდან. ანუ პრინცესა გოიას უნდოდა რამდენიმე გამოცდილება მიიღო ისე, რომ მისი სხეული არ გამოსულიყო განსახიერებიდან. არ მოკდარიყო. და რასაკურველია, მას დაჭირდა დიდი დრო იმისთვის, რომ მიეღწია ამისთვის უпроსტորად. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ბევრი ამ ესე იგი, როგორც გითხარით, დროსთან ერთად რასაკურველია, მან ბევრი იშრომა და მაინც მიაგნო მეთოდს, თუ როგორ უნდა გაეკეთებია, როგორ უნდა მოქცეულიყო. მან შექმნა ეს კაფსულები. მან შექმნა სტაზისი. ანუ მეთოდი, რომლითაც შეეძლო მის სულს გამოსულიყო, მაგრამ ამავე დროს მისი სხეული დარჩენილიყო ცოცხალი. ხო,
ის კაფსულები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვისაც გვაქვს ფანტასტიკური კინოები ნანახი და ბევრ ფანტასტიკურ კინოშია ნაჩვენები თუ როგორ იძინებენ ასტრონავტები და მახსოვს ერთი ფილმი, სადაც ერთი აპარატი გაფუჭებული იყო და მან ერთი გოგოს აპარატი, კაფსულა, სადაც უნდა შესულიყვნენ სტაზისში და მან ის გოგო თავის კაფსულაში აიძულა შესულიყო და თვითონ შევიდა იმ კაფსულაში, რომელიც იყო გაფუჭებული და დაიღუპა. იქ ცოტა სხვანაირი იყო, სხვაგვარად მუშაობდა ის კაფსულა და თურმე ეს კაფსულები, რომელშიც შედიან სტაზისში, მოიგონა ართურ რიანელმა პრინცესამ გოამ. ხო, კიდე ავხსნი, რა არის სტაზისი. მაგალითად, მე მინდა გამოვიდე და სხვა პლანეტაზე წავიდე გამოსილების მისაღებად, მე წვები კაფსულაში, მე ვიძინებ ბიოლოგიური ორგანიზმი ჩემი იძინებს, მაგრამ მე შემიძლია ვიმოგზაურო სადაც კი მინდა. და რა გამოდისო? ახლა ამბობს ოლგა ტანიდა. მეო ოლგა პიროვნება, ოლგა სახით ვარო აქა განსახიერებული. ოლგაში ვარო განსახიერებული. მე აქ დედამიწაზეო, მაგრამ მე ვწევარ იქ სტაზისში. ხო, აგრეთვე მე ვწევარო სტაზისში პლეადებზე, როგორც ტანიდა, ამბობს ოლგა, კი, შეიძლება მასე. ანუ პირდაპირ დედამიწაზე ვერ მოვიდოდა, რადგან ის მაღალ ენერგეტიკული სულია და პირდაპირ ვერ მოვიდოდა დედამიწაზე. ის ჯერ განსახიერდა პლეადებზე, შედარებით დაბალი, ართური უფრო მაღლაა. პლეადები უფრო დაბლა ენერგეტიკულად და ის განსახიერდა ტანიდას სახით პლეადებზე. მაგრამ ახლა პლეადებიდან ის ხომ უნდა განსახიერდეს დედამიწაზე. ესე იგი ის მეორედ წვება სტაზისში, სტაზისის კაფსულაში, იქ პრინცესა გოიას ძინავს ართურზე. უბრალოდ ამ ოლგას ბიოლოგიური სხეული, ართურიანული სხეული, პრინცესა გოიას სახით იქ სტაზიშია. ოლგა ტანიდა, ტანიდა პლეადებზე, ტანიდაც სტაზიშია შესული იმისთვის, რომ იქედან ჩამოვიდეს დედამიწაზე და განსახიერდეს დედამიწაზე ოლგას სხეულში. გონი გასაგება თქვი, სამივე პიროვნება ერთი სულის პატრონია. სამივე პიროვნება. ოღონდ ოლგა აქა არ ძინავს სტაზისში, არ იმყოფება სტაზისში, იქ კი მისი ასპექტები, პლეადები და შემდეგ უფრო მაღალი ასპექტი პრინცესა გოა იმყოფებიან სტაზისში. მაპატიეთ რომ მეორდები, მაგრამ მე მინდა ცოტა რთული გასაგებია და დასაჯერებელი, ვისაც ამის ჯერ არ შეერა, რომ ასე არსებობს. ამიტომ ხსნი, ეს თვენინება დაიჯერებ თუ არა, მაგრამ მე ვთქვი თქვენ გადმოგცეთ ეს ინფორმაცია, რადგან მე ჩავთვალე, რომ ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. თქვენი ნება, თქვენ ამას მიიღებთ თუ არა, როგორც რეზონი გინდათ არ მიიღოთ, როგორც თქვენ უსვინეთ თქვენი გულის კარნახს. მე ხო გითხარით, მეც გამიჭირდა თავიდან ყველა ამდაგვარი ინფორმაციის მიღება. გეუბნებით, ისე დღეში ვიყავი. აი, ისე დღეში იქნებით ახლა თქვენც, რომლებიც პირველად ისმენთ ამ ინფორმაციას. ეს არა გასაკვირი. თუ გიდათ იგინეთ, იჩხუბეთ, გამლანძღეთ, ეს დასაწყისში მეც ბრაზობდი. რატომ იმაზე კი არ ბრაზობდი, რომ მე ეჭვმეპარებოდა რამეში, არა. მე იმაზე ბრაზობდი, რომ ამდენი წელი გაუგებრობაში ცხოვრობდი. სისტემაზე ვიყავი გაბრაზებული, ძველ სისტემაზე. ასე რომ
არ გაგიკვირდეთ, ეს თქვენი ბუნებრივი რეაქცია იქნება. ესე იგი, კიდევ ახსნი, გოია გამოვიდა თავისი სხეულიდან, პრინცესა გოია წევს სტაზისში, გამოვიდა თავისი სხეულიდან, პლეიადებზე განსახიერდა ტანიდას სახით, შემდეგ იქედან ტანიდა, როგორც ტანიდა დაწვა სტაზისში და შემდეგ განსახიერდა ოლგას სახით. მესმისო, რომ ბევრის თავში ეს ვერ ხდებაო და შეიძლება არც ჩაშდეს, მაგრამ ასეთი ტექნოლოგიები არსებობს და ეს ტექნოლოგია გამოიგონა ამ ოლგამ, ოღონდ იქ არტურზე, როდესაც გააქტიურებული იყო პრინცესა გოიას სხეულში. ცოტა დაუჯერებელია, გეთანხმებით და ცოტა ზღაპარი მოგეჩვენებათ, მაგრამ ზღაპარი სინამდვილეში არ არის ზღაპარი. რუსულ ენაზე ზღაპარი ხომ არის სკასკა და სკასკა მოდის სიტყვიდან სკას, ანუ გადმოცემა, ხო? ესე იგი, გადმოცემა კი ნიშნავს რას? რომ შენ გადმოცემ ინფორმაციას, ორიგინალურ ინფორმაციას, ნამდვილ ინფორმაციას. სკაზკა. ასე რომ მესმის ახლა, როდესაც თქვენ ამას მოусვენთ, მესმის თქვენი ემოციები. უკვე წარმომიდგენია რა ემოციებში ჩავარდებით. და ეს ტექნოლოგიები ძალიან გავრცელებულია იქ მომავალში. ძალიან გავრცელებულია. და ამ ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ შევცვალეთო მოვლენების მიმართულება და გადავარჩინეთ გალაქტიკა დანგრევისაგანო. კი, არ გაგიკვირდეთ, ამას აკეთებენ ახლა ჩვენ დროის ხაზთან შეფარდებაში. ბრძოლობენ იმისთვის, რომ ეს ჩვენი დროის ხაზი პოზიტიური, წმინდა ეს დროის ხაზი არ წაიშალოს. და ისევ ნეგატივებმა ისევ არ შეძლონ დედამიწის უკან დახევა. ამიტომაც ჩვენ ყველანი უნდა ვიფიქროთ ერთ და იგივე, რომ დედამიწას გვინდა პოზიტიურ დადებით ხაზზე ცხოვრება, ომების, კონფლიქტების, კორუფციის, იშმაკობის და ყველაფრის გარეშე ჩვენ უნდა გავიწმინდოთ ჩვენი აზრები, ჩვენ უნდა გახდეთ კარგი ადამიანები მაინც, თუ სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. და ვილოცოთ იმისთვის, ჩვეულებრივად როგორც შეგიძლიათ. უბრალოდ სიტყვებით ვილოცოთ იმისთვის, რომ დედამიწამ გააგრძელოს გზა ამ მიმართულებით, ამ დროის ხაზზე, პოზიტიურ დროის ხაზზე. მომავლისკენ. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასტრობუსი შეუერთდაო თავისი გამოკვლევებით ამ საქმეს. და იმ მომენტში, როდესაც გოისი პირველ განსახიერების შემდეგ გოია დაბრუნდა უკან თავის სხეულში, ეს იყო პირველი პრობული გამგზავრება სტაზისში ჩატოლა პირველად. როდესაც ჩაწვა სტაზისში გოია და უკან დაბრუნდა, ეს იყო პირველი ნიმუში მათი ექსპერიმენტისა. და მაგათმა არ იცოდნენ, როდესაც პირველად ჩაწვა სტაზისში გოია, არ იცოდნენ თუ რა სირთულებთან ექნებოდათ საქმე. ანუ რა უარყოფითი შედეგები როგორი ექნებოდა ამას ჯერ არ წარმოედგინათ. და მაგენმა დაადგინეს, რომ ფიზიკურად იმდენად არა, მაგრამ მენტალურად ძალიან რთული იყო აღდგენა ასეთი განსახიერების შემდეგ. მენტალურად ყველაზე რთული ყოფილა მენტალური ადგენა. ძალიან ხო, რაც ხელს უშლიდა იმისთვის, რომ შენი თავი ისევ აგეწყო და შენი თავი მოგეწესრიგებინა, შენი სულიერი მდგომარეობა.
რადგან გამოცდილება გადაიტანე შენ აქაც და იქაც. ეს ახალგაზრდა მამაკაცი უმატებს ისა უბრალოდ ამ მამაკაცმა გააგზელა რომ მე მინდაო დავამატო რომ ფიშკა იმაში შედგებაო რომ იქ განსახიერება ძალიან რთულიაო ჩვენი ავატარები ჩვენ გვაძლევენო მინიშნებებს თუმცა ჩვენ ეს არ ვიცითო და ჩვენ ამას რაღაც ინტუიციით გებულობთო შენი გზიხ წევხარო სტაზიში და შენ სიზრად ხედავო შენ თავს და შენ მართავო განსახიერებებს ოლგატანი და აგზელებს და ამბობს რომ როდესაც შეეჯახენო მაგ პრობლემას რომ განსახლებიდან მოbrunების შემდეგ რთული იყო მენტალური ჯანმრთელობის აღდგენა ხო რატო მენტალურად იმიტომ რომ შენ იქ მაგალითად მოხვდი დედამიწაზე შენ აქ ცხოვრობ დედამიწური ცხოვრებით თქვნი ოჯახს აჩენ ბავშვებს და შემდეგ რაღაც პრობლემები გაქვს რაღაც შეჯახებები გაქვს რაღაცები ხდება ხო შენ ცხოვრებაში შემდეგ შენ ბრუნდები უკან და იქ როდესაც გამოდიხარ სტაზისიდან ეს მენტალური ტრავმა თუ რამე თუ ცუდი ცხოვრება ქონდა მაგალითად ყოფილ განსახიერებაში ეს ძალიან დიდი მენტალური ტრავმაა და ალიონა ბერეგინა შეუერთდა ახლა ამათ საუბარს ხო ძალიან რთულია მაგალითად შენ გაიაიო რაღაც ცხოვრება დიდხანს იცხოვრეო ბავშვები გააჩინეო ვიღაცები საყვარელი ადამიანები დაკარგეო შემდეგ ბრუნდები უკან სხეულში და ბრუნდები უკან და აღმოჩნდებიო სხეულში შენ ასპექტის ბრუნდები შენი ასპექტის სხეულში და ასპექტი იღვიძებს და ეს ყველაფერი ახსოვს ის აქაა ჩვენ რომ მეხსიერებას გვიშლიან თორე იქანე მაგათ ყველაფერი ახსოვთ ხო და ალიონა ამბობს რომ შენო თითქოს გვტებიო იქა ხო და უცებ სტაზისიდან გამოდიხარო ცოცხალი ხარო და შენ ამას ყველაფერს რომ ამუშავებო ხვდებიო რომ თითქოს შენ ცოტა დაიძინე ცოტა ხნით გეძინა ხო ცოტა ხნით გეძინა ცოტა ხნით ჩაგეძინა და გეძინა ცოტა ხანი შენი სადაც შენ ხარ ცხოვრობ სინამდვილეში იმ დროიდან გამომდინარე შენ დიდხანს არ გეძინა მაგრამ შენ სადღაც გაიარე მთელი ცხოვრება მაგარი მოსახელებელია ეს ამბავი თან როდესაც ეს პირველი პრობია და ეს ყველაფერი შენ უნდა მიიღო მთელი სტრესი მთელი პრობლემები გულის ტკივილი რაც იქიდან მოყვა სულს ეს ყველაფერი უნდა გადაამუშავო ეს ყველაფერი უნდა მიაწყნარო ეს უნდა მიწნარდეს ყველაფერი შენ ეს უნდა მიიღო როგორც გამოცდილება ეს უნდა მიიღო თითქოს და ასე იყო საჭირო ხო ძალიან რთულიაო ამის ყველაფრის გადამუშავება თან თუ შენი ტანჯვა ქონდაო თუ შენი პიროვნებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ქონდაო ეს გამოცდილება რომელიც გაიარა ეს პირველი პრობი ეს პირველი გამოცდილება რომელიც გაიარა პრინცესა გოამ იყო მისთვის ძალიან ტყინეული და ამ პრინცესა გოამ გადაწყვიტა ამ თემასთან დაკავშირებით იქ აქტულზე დაეწერა დისერტაცია ხო ახლა ოლგატანი დაამბობს რომ როდესაც გოა გამოვიდა სტაზისიდან მას ძალიან გაუჭირდაო ორიენტაცია კი არა ადაპტაცია ძალიან გაუჭირდაო ადაპტაცია ასტრობუსი არის გონი ხო გოიას ძმა და ასტრობუსიც იყო დაკავებული ამ საკითხით ასტრობუსი იკვლევდა როგორ მოქმედებენ ხმეები ეს ბგერები სულზე ამას სწავლობდა იმ პერიოდში ამ მექანიზმებს თუ ხმა ანუ გინდა ბგერა დაარქვი ხმა ბგერა როგორ მოქმედებს სულზე
და მან მიხვდაო ასრობუსმა ამბობს ოლგატანიდა რომ შეიძლებაო შექმნაო ისეთი მექანიზმი ისეთი არ ვიცი ეს რაღაც ხო მეთოდი და ამ თავისი ნაშრომისთვის ასრობუსმა იქო მიიღო რაღაც ჩვენი ნობელური პრემიის მსგავსი ჯილდო ხომ არის ჩვენთან ნობელისგაი პრემია ამდაგვარი ჯილდო მიიღო თურმე ამ თავისი ნამუშევრისთვის ის ჯილდო არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან დიდი ჯილდო რომელიც მიიცემა ხო არა უბრალოდ მთელი galaktikuri მასშტაბით ეს ჯილდო არის ყველაზე დიდი ჯილდო ამ მეთოდით შეიძლება აღადგინო სხეული სული შეიძლება აგრეთვე გამოიყენო როგორც ხმოვანი იარაღი და საბჭომ იქ galaktikurმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ხმოვანი ესე იგი ხომ შექმნა ხმოვანი იარაღი ამან ასრობუსმა და ესე იგი ამ ხმოვანი იარაღის გაზიარება აკრძალა არავის არ მისცა ამ ხმოვანი იარაღის ასე თქვათ სქემა მეთოდი თუ როგორ უნდა გამოიყენებოდეს ხმები როგორც ეს ბგერები როგორც იარაღი ეს ამას დაადო ტაბუ როგორ ჩვენთან გრიფსადმენ ხოლმე საიდუმლო საქმეებს ისე დაადვეს გრიფი და აკრძალეს როგორც იარაღის სახით ერთქვა ყველასთვის მიეცათ ეს ასე ვთქვათ რეცეპტი მაგრამ კურნალობასთან შეფარდებაში საბჭომ დაართონება რომ ეს ბგერები გამოიყენებინათ სამკურნალოდ რადგან იყო ძალიან ეფექტური რუსულად ამას ქვია ზვუკა თერაპია ანუ ხმები კურნალობა ხმებით არა კაცო ბგერებით კურნალობა და ოლგა ეუბნება ოლგატანი და მიმართავს ალიონა ბერეგინას და ამბობს აგერ ალიონუშკაც არისო განსახიერებული აქტურზე და მოგვიყევი ალიონა შენ ასპექტზე იქო ეუბნება ოლგა ალიონა ამბობს რომ აქტურზე მე მაქვს განსახიერება ქალთევზის სხეულში ეს ქალთევზა უბრალო არ არის ნუ სადღაც პრინცესას მაგვარი და მე ვარ გათხოვილი ტრიტონზე იქ ტრიტონიც არის კაცთევზა მაგრამ სხვანაირი სახე აქვს თურმე ეს ტრიტონი არის იქაური წყლის მიწის არა კაცო წყლის ქვეშა სამყაროს მეფე ეს ტრიტონი ამ ალიონას ქალთევზას ასპექტის ქმარი მამაკაცი თევზები ცოტა სხვანაირად გამოიყურებიანო ძალიან საშიშად გამოიყურებიანო ისე არა როგორც ქალთევზებიო თუ ქალთევზა იქ გამოიყურება როგორც ჩვენი მსგავსად კაცთევზები გამოიყურებიან ცოტა სხვანაირად და მათ აქვენ მე მაქვსო იქ ლურჯი ფერი სადღაცაზე ისამისფრად მომწვანოთ რომ გადაგრავს ისეთი ფერიო მე მაქვსო იქ კვადრატული სახე მაქვსო ლურჯი ფერის ასე ვთქვათ კანი მოკლე თმებიო და მკერდიდანო მე მეწყებაო ზურმუხტის ფერი ქერქლები თევზის ქერქლები თევზს რომ აქვს ისეთი ქერქლები ჩეშუი მე იყავდა მეგობარიო რომელსაც ჰქონდაო ნარინჯისფერი ქერქლი გამახსენდა ნარინჯისფერი ქერქლი მამაკაცები კი იქ კაცთევზები გავარიანო თევზებს
და მე იქ მქვიაო აირისი. აირის შეუძლიაო ხმელეთზე გამოსვლა და როდესაც ხმელეთზე გამოდისო, მას უჩნდებაო ფეხები. ანუ შემდეგ შეუძლია სიარული. მაგრამ ამ რუსალკებს შორის ფეხები უჩნდებაო მხოლოდ მათთო, ვინც ენერგეტიკულად ძალიან ძლიერები არიანო. არიანო უფრო ნაკლებად ენერგეტიკულად ძლიერი რუსალკები. და ისინი თითქმის მთელი ცხოვრება ატარებენო წყალქვეშ, თუმცა შეუძლიათო ჟანგბადით სუნთქვა და შეუძლიათო წყალში სუნთქვა. მაგრამ ამ პარტიას ფეხები არასდროს გაუჩნდებათ უბრალოდ თუ ისინი დააპირებენ ხმელეთზე ასვლას. მეო მაქვსო იქ ქალთეზა არის ხომ არტურზე ალონა. მე მაქვსო შემიძლია გამოვიდეო ხმელეთზე და ჩემ ნათესავებთან ურთიერთობა დავამყარო. და ასტრობუსთან ერთად ჩვენ ვატარებდითო საერთო კვლევებსო. მე მახსოვსო მგვრალი ტრიბუნა ამხელა სიმაღლისო ისტრიალებდაო და ზეთედო კალპაკის მაგვარი ჩვენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ვიდექითო. მე და ჩემწინ იდგაო ასტრობუსი რაღაც მანძილზეო პირიდან პირში, ესე იგი პირები ერთ დონეზე ჰქონდათ. და მღეროდითო ხმოვან 100 მაგალითად ხო ერთდროულად პირი პირში და შევდივდითო სინქრონულ მდგომარეობაში. მეო გამახსენდაო, როდესაც ჩემი შვილი ბიჭი პატარა იყო, ის რომ ტიროდაო, მეო ვიწყებდიო 100 ძახილს და ჩემი შვილი მე ჩერდებოდაო და თვითონაც ამყობოდაო და წყნარდებოდაო და ასე ჩვენ ერთდროულად სინქრონიზებულად ვიძახდითო ამ 100. და მე ახლა ვიხსენებო ამას, რომ ამ ცდას, ამ კვლევას მე ვატარებდიო აქ ჩემ ბიჭთანო. ალბათ ინსტინქტურად აკეთებდა ამას, თუ რადგან სანამ ეს ყველაფერი ახლა ამას ყველაფერს გაიგებდა, მას ხომ არ ახსოვდა მანამდე, ხო? რომ ამას ატარებდა. და ოლგატანი და ამბობს, რომ ჩვენო, როდესაც გავსახიერდითო დედამიწაზე, ჩვენ აქ მოვიტანეთო, ის ცოდნა რაც გაგვაჩნდაო იქა. და ახლაო ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენდებაო. როდესაც ასტრობუსი ამ თავის ამ ბგერებით მკურნალობას ამუშავებდა, მან ხომ იცოდა თუ რა ხდებოდა თავისი დის მაგალითზე. პრინცესა გოა იყო ამის და ის ხედავდა, რომ მისი და დადიოდა სტაზისში რეგულარულად იმისთვის, რომ ეს დაემუშავებინათ ეს მეთოდი, ეს ბგერითი მკურნალობა. და მან გადაწყვიტა, რომ მასაც უნდა განიცადა ეს მდგომარეობა და ისიც შევიდა სტაზისში და როდესაც დაბრუნდა უკან, ეს პირველი საპრობო მისი შესვლა იყო სტაზისში. მე შემიძლია თქვა, რომ ეს იყო ჩაყვინთვა, სადღაც განსახიერდა, მე დაბრუნდა უკან და შემდეგ გამოიყენა ეს მისი ტექნოლოგიები და ამუშავებდა, ხომ ხედავდა თუ რა იყო დასამუშავებელი. ხო, რამდენჯერმე მოახდინა მან გამოსვლა თავისი სხეულიდან სტაზისში ბევრჯერ ჩაწვა, ბევრჯერ წავიდა გასასახიერებლად, შემდეგ დაბრუნდა და ისევ თავის თავზე გამოცადა ეს თავისი მეთოდი და თუ რამე იყო დასამუშავებელი, ეს ამას ყოველ გასვლა მოსვლაზე, ყოველ სტაზისში ჩატოლაზე და სტაზისიდან გამოსვლაზე
ეს ასტრობუსი ამუშავებდა თავის მეთოდს. აუმჯობესებდა, ასე ვთქვათ. და ულგატანი ამბობს, რომ აი როგორც ლეტალია, აკეთებს ჩაყვინთვას, კლიენტები ყავს, ხო, რომ კლიენტებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ ვინ იყვნენ, რა პრობლემები აქვთ წარსულში და ეს პრობლემები ახლა აქ დედამიწაზე ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნიან და საერთოდ ყველაფერი დაკავშირებულია. შენ რა პრობლემაც გააქვს წარსულში, ის პრობლემა აუცილებლად გაიჩენს თავს ამ განსახიერებაში. ხო და მეგობარი მყავდაო, იქ იყო ეს აი ხა მე რა მაპატიეთ და ოლგასაც გაუკეთებია ჩაყვინთვა ერთი ქალისთვის. ჩვენო არ ვიცნობდითოთ ერთმანეთს. მაგრამ შემდეგ ჩაყვინთაში გავიგეო, როდესაც გაახსენდა იმ ქალს, თუ ვინ იყო, საიდან იყო, მიხვდა თურმე იცნო მისი მეგობარი აქტურიდან. წარმოიდგინეთ? იქ ჩვენ მეგობრობდითო აქტურზე. აქ საერთოდ არ ვიცნობდითო ერთმანეთს. ის იყო ჩემი დამხმარე იქ აქტურზე. ანუ პრინცესა გოას დამხმარე. და ეს ჩემი მეგობარიო, ვისაც მე მეგობრებდიო, მას შეეძლო, ის იყო სპეციალისტი, რომელსაც მაგალითად აქტურიანელები შეყავდა სტაზისში და გამოყავდა სტაზისიდან. ამასაც ერთი ადამიანი უნდა, იმიტომ რომ თავისით ხო ვერ დაიძინებს და იქ ისეთი ტექნოლოგია, ალბათ შენ უნდა მართო, იქ კომპიუტერია, ალბათ დაყენებული, კომპიუტერის მიხედვით იმართება ეს ყველაფერი. გახსოვთ კინოები, ფანტასტიკური კინოები. აი ამდაგვარად. და როდესაც სული უკან ბრუნდებოდა და სტასისიდან გამოდიოდნენ, მათ ხომ რაღაც ნეგატიური პროგრამები მოყვებოდა თან, ხო? მაგალითად თუ მოვიდა დედამიწაზე, თუ გახსახიერდა დედამიწაზე, მე ისე დაბრუნდა და სტასისიდან იქ გამოვიდა ეს პროგრამები, ეს უარყოფითი რაღაცები, ხო მოყვება სულს, ამძიმებს ეს სულს. ხო, ახლა ალბათ ჩემს ზოგიერთ სვენელს გაუჩნდება კითხვა. მე ხომ თქვენ ბევრი ვიდეო დაგიდეთ, თუ სულს რა ემართება, დაუშვათ მესამე, მეოთხე, მეცხრე დღეს, მე-40 დღეს, ხო? და რა ემართება, ერთი ვიდეო კიდე გადავთარგმნე ნიღბებთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ვინ ხვდებიან, ვინ ხვდება იმ საზღვარზე, სხულზე, სადაც ჩვენ უნდა გადავკვეთოთ, სივრცეში გადავიდეთ, ხო? კი, ეს ეხება სულებს. კი, მაგრამ ისეთ სულებს, რომლებიც უბრალოდ იბადებიან აქ, არცაიდან არ არიან მოსულები. მაგრამ აქ მოდიან ისეთი სულები, რომლებიც წვებიან სტაზისში. და ამ დროს, როდესაც სული წვება სტაზისში, ის ბრუნდება უკან თავის სხეულში. და სიმართლე გითხრა, მე ვერ გეტყვით, მე არ ვიცი. არასდროს არ გამიგონია ვინმესგან, აი ხომ უსმენ მე გოგოებს. ესენი ყველა სტაზისში ეს გოგოები, ყველა თითქმის, ვინც კონტაქტორია, მაღალი ენერგიის მტარებლები, ყველა წევლარიან სტაზისში. ეს იგივეა მაგალითად შტეფსელიდან, რომ შესაძლებელი გაათიშო, შუქი ჩაქრება, რომ ჩართო აინთება. ამდაგვარი ეფექტით ხდება ამ სულების დაბრუნება სხეულში. მე ასე წარმომიდგენია. და ის სულები, რომლებიც იბადებიან დედამიწაზე, იგენი სხვაგვარად მიდიან. მაგრამ მინდა დავამატო, რომ ის სულები, რომლებიც ყავდათ ასე თქვა წყობაში, საიდუმლო კოსმოსური პროგრამების დროს, აქ იყო დრაკონიელებით ყველა ნეგატიური ეს ცივილიზაციები, წარმომადგენლები უცხოპლანეტელებისა და გერმანელები, ბევრჯერ ვახსენე მე გერმანელები.
ამ სულ სხვათა შორის ასტრალშიც იყო ეს მახეები დაგებული. ჩვენ თუ გვეგონა რომ სულს ვაცირებდით, ამ სულს იჭერდნენ და ყავდათ ტყვეობაში. ახლა ასეთი მახეებისგან ასტრალური სამყარო გაწმენდილია თითქმის. მაგრამ ასტრალურ სამყაროში არიან არსებები, ცხოვრობენ. ჩვენ რომ ვერ ხედავთ, იმიტომ ყველა აი ავიღოთ ის ხაერი, რომლითაც ჩვენ სუნთქავთ, ხო? ჩვენ რაც ხედავთ, ჩვენ ხედავთ ხაერს? არა. ჩვენ ვიცით რას ყლაპავთ? არა. ჩვენ სუნთქავთ ჟანგბადს, მაგრამ ჩვენ სულთა ჟანგბადს არ სუნთქავთ. ჩვენი ეს ჟანგბადი გარეულია ინერტული გაზებით. რადგან სულთა ჟანგბადი დაწვავდა ყველაფერს. და აგრეთვე სულთა ჟანგბადი არის ალებადი, ხო? ეს ბევრმა თქვენგანმა იცით. და ამავე დროს ჩვენ მარტო ჟანგბადს კი არ სუნთქავთ. არა, ჩვენ ყლაპავთ ამ ჰაერის ნაკადთან ერთად ვირუსებს, მტვერს, ბაქტერიებს, ცხოველების ბალანსი, ხო? და ჩვენ ამას ყველაფერს არ ვხედავთ. და როდესაც იყო 19-20 წელს დაავადება, ახლა მე ვიცი ეს რა დაავადება, მაგრამ ვიტყვი მხოლოდ კურსს. არ მინდა ამ სიტყვასთან ბლოკვები მიდის, როდესაც ამას წარმოთქვამენ. ამიტომ არ მინდა ჩემი ვიდეო დაიბლოკოს. და ამ დაავადების დროს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხელები უნდა დაიბანოთ, გარეთ უნდა გახვიდეთ ხელთათმანებით, პირი უნდა აიკრათ და ეს ვირუსი, ამ დაავადების ვირუსი, სინამდვილეში ყოფილა მძიმე და ვარდებოდა ქვევით. ახლა უყურეთ თქვენ, ხალხს რამხელ ამბავი დააკისრეს. რა აზრი ჰქონდა იმ პალტოების, პალტოს ხო ვერ გარეცხა მით უმეტეს. ხელთათმანებს რა აზრი აქვს ამას ყველაფერს? ხო, რა აზრი ჰქონდა? თუ თურმე იმისი ვირუსი თუ ბაქტერია ძიმია და ვარდება ქვევით. ესე იგი არ გადაიცემა სახაერო წვეთოვანი გზით, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ყლაპავთ ამ ვირუსებს და ბაქტერიებს ხაერის ნაკადთან, ჟანგბადის ნაკადთან ერთად, ხო? ამიტომ გეუბნებით, მთავარია იმუნური სისტემის გაძლიერება, ანუ ჩვენი სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიბრაციების აწევა. იმუნური სისტემა ეს არის ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ენერგეტიკის დონე. რა დონეზეა ჩვენი ენერგეტიკა, ანუ ვიბრაციები, იმ დონეზე შეიძლება დაავადება ჩვენ დაგვამარცხოს. ამიტომ არ ჩაიდოთ თავში, თუ რამე შეიძლება ბევრი დაავადება, ახალი დაავადებები გაჩნდეს, არ შეგეშინდეთ. მთავარია თქვენ თავში არ ჩაიდოთ, რომ აი ვიღაცისგან მე მქონდა ასეთი შიში. მე მქონდა ასეთი შიში, ერთი მეზობელი დადიოდა ჩვენთან, მოხუცი ქალი, მთელ უბანს შემოივლიდა და დაურეკე მის შვილზე უთხარი არ გამოუშვა დედა თქვენი მეთქი. ამ ასეთი არ მინდა მეთქი რამე დაავადება მომიტანოს. ასე ვთქვი. წამოგიდგენთ ახლა, წამოგიდგენიათ თელმა ქუჩამ თითქმის გადაიტანა ეს დაავადება და ჩემამდე არ მოსულა. და ჩემმა დამ, რომელიც ახლა ბელარუსიაშია და მისმა ბიჭმა ფეხზე გადაიტანეს ეს დაავადება. და ჩემი მეორე დიშვილი მაშინ სკრინინგებს აკეთებდნენ, უფასო სკრინინგებს. ხო და ჩაუბარებია აფთიაქში შესულა რაღაცაზე და იქ ჩვენ ანალიზმა რომ დაავადება გადატანილია. წამოგიდგენიათ ფეხზე ეთქვა ჩემ დამაც გადაიტანა, იმიტომ რომ ის ბავშვობაში იყო ალბათ გლამერულო ნეფრიტით. და მესიზმრა
რომ ქარიშხალმა აფრიალა ზევით ჩემი და ჩემი მამა მაგრამ ჩემი და გაქრა და მამა წაიყვანა ქარიშხალმა ნუ მამა ავად იყო და თავისთავად ისედაც მოსალოდნელი იყო მისი ნებისმიერ დღეს გარდაცვალება ხო ამას ვამბობ შენ როდესაც შენ თავს ჩააგონებ რომ შენ ამითხარ ავად აკიდევ ერთი მაგალითი ვიცნობდი ერთ გოგონას ის ცხოვრობს ქუთაისში ვიცნობდი ერთ გოგონას ცხოვრობს კი არა უკვე გარდაიცვალა რომელსაც კინაღამ მანქანა დაეტაკა მის სახკართან ჭიშკართან იდგა მანქანა არ დატაკებულა სინამდვილეში უბრალოდ აი ამ ხელაზე აცდა საერთოდ არც კი შეხებია შებრუნდა ზურგი მიუშვირა მანქანას არც კი ისა გადარჩა არ დატაკებია უბრალოდ კინაღამ დაეტაკა და შეჩერდა მანქანა იმ დონეზე აი პატარა სადაც უნდა შეხებოდა ზურგს და ამ გოგომ არაფერი ჭირდა არაფერი საერთოდ მაგრამ თავის ჩააგონა რომ კიბო გაუჩნდებოდა იმ ადგილას არა და მანქანა არ შეხებია ამასრით ცხოვრობდა ეს გოგო ამასრით ცხოვრობდა და ბოლოს მართლა გაუჩნდა სიმსივნე იმ ადგილას კანზე მართლა გაუჩნდა შემდეგ მან ამ სიმსივნეს ებრძოლა შემდეგ გათხოვდა კიდეც ბავშვი გააჩინა გარდაიცვალა დედამისმა დედამის შვილი არ ყავდა და ამ გოგოსთვის უნდა ყველაფერი თბილისში ქონდა ერთი ბინა გაუყიდა მამამისმა მეორე ბინა უყიდა მერე და მეორე ბინაში ამ მისმა ქმარმა ადგა და მეორე ცოლი მოიყვანა ბავშვის დის ბებია და ბინა დარჩა ქმარს იმ გოგოს ისე შეეროდა მისი ქმრის რომ ქმრის სახელზე მისი ტირის შემდეგ დაუბრუნდა ქმარს ქმარმა კი ცოლი მოიყვანა მეორე ხო ეს რა თქმა უნდა ხამას რო გიყვებით მე ამას მითო გიყვებით ალბათ რომ თუ ზოგჯერ აი ალბათ მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის თუ როგორ უღალატა მას ქმარმა ნუ ხო კი ხა ცოლს მოიყვანდა რა თქმა უნდა თქმა მაგრამ არ ვიცი ეს თვითონ მაგის სინდისე იქნება სწორად მოიცა თორემ მე ამას ვერ გავარკვევ მე ამას ვერ ვიტყვი ჩემი გადმოსახედიდან მაგრამ მაინც წამომწდა ეს ამბავი თუმცა კარგით გავაგრძელოთ თუმცა იქა გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი კი იქ მომავალში გამოიყენება მაგრამ ეს არის სხვა ხელოვნური ინტელექტი ეს არის კვანტური ხელოვნური ინტელექტი ისეთი არა ჩვენ დედამიწაზე რომა ის არის ბიოლოგიური კოსმოსური ბიოლოგიური კვანტური ინტელექტი მაგრამ როდესაც გამოცდილება არა სისულელია ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მეგობარმაც გადაწყვიტა განსახიერებაში წასულიყო რომ ეს ნეგატიური გამოცდილება მიიღო იმიტომ რომ გამოცდილების გარეშე ტექნოლოგიის მართვა სისულელია და ამის გაკეთება იმიტომ უნდა რომ ხო ბრუნდებოდა მისი მეგობარი განსახიერებიდან და ის ვერ ხვდებოდა თუ რა ნეგატიური პროგრამები მოყვებოდა თან ამას ვერ ცნობდა ამიტომ მან გადაწყვიტა განსახიერებაში წასვლა რომ თავის საკუთარ მაგალითზე მიიღო ამ გამოცდილება და თავის საკუთარ მაგალითზე ეწმია ეს ნეგატიური მოქმედება რომ შემდგომ უკვე როდესაც განსახიერებიდან გამოვიდოდა ვინმე ის მიხვდარიყო თუ რა პრობლემით დაბრუნდა უკან ეს თუ ის პიროვნება ხომ გესმით ჩემი და შემდგომ უკვე რომ ეს ტექნოლოგია უფრო გაუმჯობესებულიყო რადგან ეს ყველაფერი ეს ადამიან მენტალი სული რისგან შედგება ასტრალური მენტალური კი როდესაც სული ხდება ის იშლება მაგრამ ამ შემთხვევაში
როდესაც მე ასე ვფიქრობ, სტაზისიდან გამოდის ადამიანი არა, იქა, ჩვენ მომავალში. მას უცებ ხდება ამის, აი როგორ კლონებში. კლონები ავიღოთ. კლონებში. ცნობიერება სდებენ კლონებში, ცნობიერებას ადამიანის სულს. ხო? კლონი ხომ რო ხდება მისი სული ხომ არ მიდის, არ იშლება, არა, სული უბრუნდება პატრონს. იცით რა? ეს ცოტა რთული ტექნოლოგიებია და ამაში შეიძლება დაიკარგო კიდეც. უცებ ყველაფერს ვერ გაიგებს ადამიანი. მე კიდევ ბევრი რამე შეიძლება არ მესმოდეს, მაგრამ საკმაოდ ვარ უკვე ამაში ვერ ყვევი, იმიტომ რომ მე მოსვენილი მაქვს, ყველა იმდენი რამე მაქვს მოსვენილი, რომ მე ხვდები, რასაც ეს გოგოები ამბობენ, მაგრამ მე მინდა თქვენს გაიგოთ ეს. აქ საუბარია ცნობიერების, ანუ ჩვენი სულის გადაადგილებაზე, გადანერგვაზე. გადანერგვა არა. მაგალითად, ერთი კლონიდან მეორეში, აი ერთ-ერთი ინსაიდერი დამამწყდა მისი სახელი არის კლონი. მისი სხეული დაწვეს. ის ხედავდა თავისი თვალებით, რომ მისი სხეული იწვებოდა. ის არ ამბობს, ის არ მალავს. მე ვარო კლონი. ნათქვამი აქვს მით ერთ-ერთ ინტერვიუში. იმიტომ რომ ჩემი სხეული იმდენად იყო უკვე დაცვეთილი, არ ვარ გოდაო. ადგეს და მისი სხეული შეაგდეს პეჩში და ის ამას ხედავდა. დარჩა კლონად. ოღონდ კლონებს კიდე გააჩნიათ. აკეთებენ მოკლევადიან კლონებს, აკეთებენ ხანძლივადიან კლონებს, ან აკეთებენ სპეციალურად ქმნიან ორგანიზმს გრძელვადიანს, რომ შეძლოს სულმა დიდი ხანი ცხოვრება. აი მე მგონი ამ ინსაიდერზე არის ასეთი გრძელვადიანი ორგანიზმი შექმნილი, რომ მის სულს შეძლოს დიდხანს იყოფნა. ასე რომ ვიცი, ზოგისთვის ეს ცოტა მიუღებელი იქნება, მაგრამ დროა ხალხო გამოფხიზლდეთ. ჩვენ ვართ მომავლიდან, იქი ყველა ტექნოლოგიებია განვითარებული. და ეს მამაკაცი ამბობს, მესამე ხო მამაკაცია აქა, რომ საუბრობენ. მე არ ვიცოდიო, ჯერ აკავშირი მქონდაო ასტრობუსთან, მაგრამ მე ვიყავიო პატარა, ჩემთან მოდიოდნენ ლურჯი ფერის ჰუმანოიდები. ეს კაცი არის ასტრობუსის განსახიერება თურმე. გოიას ძმის განსახიერება. ხო, ტრანზიტულად უნდა განსახიერებულიყავითო, ჩვენო და უცებ ვერ ჩამოვიდოდითო. ჯერ ქვედა ცოტა დაბალ ენერგეტიკულ პლანეტაზე უნდა სივრცეში გაზომილებაში უნდა განსახიერებულიყავითო. აი როგორც ოლგატანიდამ გააკეთა. ჯერ პლეადებზე განსახიერა და შემდეგ იქაც ჩაწვა სტაზისში და შემდეგ დედამიწაზე. და ეს კაცი არის ასტრობუსი. ხო, როგორც მისმა დამ პრინცესა გოიამ გააკეთა, რომ ჯერ სტაზისში ჩაწვა იქ არტურზე, შემდეგ განსახიერდა პლეადებზე ტანიდას სახით, შემდეგ იქაც ჩაწვა სტაზისში და შემდეგ უკვე განსახიერდა ოლგას სახით დედამიწაზე. ასე გააკეთა მისმა ძმამ, ასტრობუსმა. ის ჯერ განსახიერდა ის სტაზისში ჩაწვა იქ არტურზე, შემდეგ განსახიერდა პლეადებზე, შემდეგ პლეადებზე ჩაწვა სტაზისში და შემდეგ განსახიერდა დედამიწაზე. ხო, და ეს კაცი ამბობს, რომ მე საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებშიც ვიყავი, ამის გახსნებაც არ მინდაო. და პრინცესა გოიას მამა იყო წინააღმდეგი, რომ შვილს ასეთი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა და ეს პირველი საპრობო გამოსვლის შემდეგ, დაბრუნების შემდეგ, მამა პრინცესა გოიამ ეს ტკივნეულად განიცადა და მამა იყო წინააღმდეგი, რომ თავისი ქალიშვილი გაეშვა ისევ სხვაგან გასასახიერებლად. მაგრამ ჩაერია გოიას ქმარი. მან უთხრა, რომ იგიც წავიდოდა გასასახიერებლად დედამიწაზე გოასთან ერთად. ის აიღებს თავის პასუხისმგებლობაზე ამას და ის მოძებნის გოას დედამიწაზე.
ხო, ჩვენ გავსახიერდით პლიადებზე, ანუ გოა და მისი ქმარი ჩაწვენ სტაზისში გავსახიერდნენ პლიადებზე. ჯერ, რადგან უცებ დედამიწაზე ვერ მოვიდოდნენ მაღალი ენერგიების გამო. ორივე ცოლ-ქმარი განსახიერდა პლიადებზე. შემდეგ პლიადებზე ჩაწვენ სტაზისში და მოვიდნენ განსახიერდნენ შემდეგ დედამიწაზე. ხო, და ოლგა ტანიდა ამბობს, ზოგიო მეკითხებაო, როგორ ხდებაო, რომ სტაზისში ჩაწვები შემდეგ გამოხვა. აი მე მინდა ჩემი მშობლების მაგალითზე მოგიყვეთო. მამაო დიდი ხნის წინ გადამეცვალაო, დედაო ახახან გადამეცვალაო. და მე გავარკვიო, რომ ჩემი მიწიერი მამა არის ბიძაშვილი ჩვენი მშობლიური მამის ენხუსის დედის ხაზით. და როდესაც მე ეს გავიგიო, მე მიხდიო თუ რატომ მოილაპარაკესო მაგათმა, რომ მე ზუსტად ამ ოჯახში მოვიდოდიო გასასახიერებლად. ალენა ბერეგინია ამბობს, ახლა მე აირისი მეუბნებაო, რატომ მომკალიო, ანუ არ ვიციო, მანამდე თქვა საუბარში, ახლა მე საუბარი თქვენზე არ გადამითარგმნია იქ თლათ ამერეო და მეც და თქვენს ტვინი საუბრობენ თავიანთ განსახიერებებზე. სახელებიც ისეთი აქვს და მეორე რატომ მომკალიო იმ რუსალკა ეუბნება. ესენი ხედავენ ყველაფერს, სწორ დონეზე შეუძლიათ ეკონტაქტონ თავის მომავლიდან ასპექტებს. არ გაგიკვირდეთ. გაიხსენეთ კინო ავატარი პირველი ფილმი. და ხვდებიან ახლა სიცილი და აირისი ყოფილა ამჟამად ფეხზიმედ. ანუ ამის ასპექტი რუსალკა არტურზე ყოფილა ფეხზიმედ. გამოდის რომ აირისი სტაზისში არასდროს ყოფილა, ის დაელოდა იმ მომენტს, როდესაც იყო შექმნილი დანადგარი, რომლის დახმარებით შეიძლებოდა განსახიერებების სინქრონიზაცია. და ამ დანადგარის შემუშავებაში მონაწილეობდა ეს კაცი. იქ. და ისევ აგზელებს ოლგა ტანიდა. და მე ვნახე, რომ ჩემი დედა, ვნახე, რომ მისი სული წაიყვანეს, მე ამას ყველაფერს ვაკოდებოდი გვერდიდან, ხედავდიო, რაც ხდებოდაო. და დედა ჩემი იყო იმ აპარატში, რომელიც ჩვენ შევქმნითო სულის გამოსაჯამრთელებლად. მე ვნახეო, როგორ დედაჩემი როგორ შევიდაო ამ ვერტიკალურ კაფსულაში, ზევიდან ნეონისებური რგოლები იყო და ეს ნეონის რგოლები ზევიდაქვევით დადის, რგოლები არ ვიცი რამდენია. შემდეგ ის ისევ დააწუნესო უკვე გორიზონტალურ კაფსულაში და ის ამ კაფსულაში რაღა დროის განმავლობაში უნდა იწვეს, რომ სული საბოლოოდ გამოჯამრთელდეს. და ამ მომენტში მე ხომ კი მიწიერა ჩვენ ხო ამას ყველაფერს გადვიცდითო და რაღაც მომენტშიო მოდისო მამაჩემი, ჩემი მიწიერი მამაჩემი, რომელიც გამოვიდაო სტაზისიდან. მისი სული გაინი კურნაო და გასაკვირის იყო, რომ ის იქ გარეგნულად ძალიან ჩამოგავდაო მიწიერ მამას ახალგაზრდობაში. და მე ვნახეო, რომ ის ტანიდასთან ერთად იქ ბევრს მუშაობენო, ანუ ოლგას ასპექტი. მამაჩემიო იქ იყო გალაქტიკათა საშორისო ხომალდების პილოტი, ფრინავი, უпроსტად შტურმანი. ერთობა ისევ ალენა ბერეგინია, მე ხა მივიღო ინფორმაცია, რომ აპარატის მეშვეობით, რომელიც კურნავსო სულსო, ესე იგი მოხდაო უკუჩვევა და რომელსაც დაარქვესო ნორჟიტელი. ანუ მამრავლი. ხო, ეს მომთა ინტერნეტმა. მამრავლი, რომელიც ამრავლებს. ანუ ეს აპარატი, რომელიც სულს კურნავდა, უკუჩვევად ამ აპარატს ქონია გამრავლება, პიროვნების გამრავლება. ახლა გამახსენდა ერთი ფილმი, სადაც ფანტასტიკური ფილმი გამახსენდა, სადაც გოგო, რომელიც ამ ექსპერიმენტს ატარებს, მის ამრავლებს მეორე პიროვნებას, ანუ ჩდება მეორე პიროვნება. ძალიან საინტერესო ფილმია. და რა ხდებოდაო ამ დროს, როდესაც იქ შედიოდაო ვინმე ექსპერიმენტისთვისო, მაგალითად აირისი შევიდა იქ ექსპერიმენტისთვის და როდესაც მას სკანირება დაუწყო დანადგარმა,
ის გამრავდა და აირისი მიხვდა, რომ ის გრძნობს კიდევ მის ნაერს, კიდევ ერთს. გრძნობს თავის თავს კიდევ ერთს. და მის მეორე ნაწილს დაარქვეს შემსუბუქებული. და ის განსახიერებაზე წავიდა შეგნებულად. სტაზისში შეცვლის გარეშე. ხო, ეს არისო ახალი ტექნოლოგია. წარმოიდგინეთ, სულების განსაკურნი დანადგარი აკეთებს იმ პიროვნების ასლს, რომელიც შედის განსაკურნად. და წარმოიდგინეთ, შენ გრძნობ, რომ კიდევ ერთი შენი ასლი არსებობს, რომლის მართვა შენ შეგიძლია და ეს ვერსია არის შემსუბუქებული ვერსია. ეს ზღაპარი არა, ეს სიმართლეა. ესე იგი, ალიონა ამბობს, მე, ანუ აირისი, ეს ხდება არტურზე და აირისი და მისი ორეული უყურებთო ერთმანეთს, აირისი და მისი ორეული უყურებენ თურმე ერთმანეთს, შენი ანარეკლი თითქოს სარკეში მოძრაობს დამოუკიდებლად. მე ვეკითხები მას, შენ გესმისო, რომ შენ შემსუბუქებული ფორმისა ხარო? და როდესაც მე მას ვესაუბრებიო, ხმა ორმაგად ჟღერსო ჩემ თავში. და ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდითო, აზრებს უსვლიდითო ერთმანეთს, ფაქტიურად ჩვენ ერთმანეთის მართვა შეგვიძლიაო. ჩვენ ერთმანეთს გავუკეთეთო სინქრონიზაცია, მე მას ვეკითხებიო, შენ შეგიძლიაო უკან დაბრუნდიო ჩემს სხეულში. ის კი პასუხობსო, მოდი ვცადოთო. ხო, ჩვენ ვცადეთო შერწყმა რამდენჯერმე გავეყავითო ერთმანეთს, ისევ შევერწყმეთო. გახსოვთ კინოებში რომ ზოგჯერ მოჩვენებები რომ ადამიანებში შედიან, აი ამდაგვარად. და როდესაც ჩვენ ისევ გავეყავითო ერთმანეთს, მე შევთავაზიო, მოდი ვცადოთო, შენ შეგიძლიაო თუ არა შეგნებულად გასახიერებლად წახვიდეო. და ჩვენ ვცადეთო ჯერ მწერებში განსახიერებაზე გამეგზავნაო ჩემი ასლი. და ალიონა ამბობს, მე ის კი არაო ექსპერიმენტის სახითო შევდიოდიო სააბორტო აბორტირებულ ბავშვებშიო. მე მახსოვსო ეს პლეადებზე რომ იყო მაშინ აგრა ატარებდაო, ანუ ოლგატანი და არა აგრა ალიონა ბილიგინას ასპექტი პლეადებზე. აგრა ატარებდაო რაღაც ექსპერიმენტებსო ჩასახლასთან დაკავშირებით. მე ვიყავიო განსახიერებული აგრაში და კიდევ პარალელურად მე შევდიოდიო ამ გენეტიკურად ხელოვნურად შექმნილ განაყოფიერებულ ასე ვთქვათ ნაყოფში. აქ უკეთდებოდაო ჩასახვა და შემდეგ ეს ჩასახული კვერცხუჯრედები ნადგურდებოდაო. მე ხა აქ მახსენდებაო და აგრა თვითონ შედიოდა ამათში. აქ არ ხდებოდაო კარმის აკეთება, რადგან შენ თვითონ შედიოდი და გამოდიოდი. ჩვენთვის შოკი იყო, რომ მე მოხდიო შიქო და მერე უცებ გამოვედიო განსახიერებიდან. ხო, და მამაკაცი ერევა საუბარში და ამბობს, ხო, ამიტომაო აბორტი ძალიან ცუდი, რადგან სული ტრამირდებაო აბორტის შემდეგ, ბავშვის სული. და ალიონა ბილიგინი ამბობს, მე ვიკითხეო, რამდენჯერ მოხდიო მე, რამდენჯერ ვიარეო ამ ჩასახულ ნაყოფებში, ბავშვებში. 12 ჯერ ჩაატარეო შენ ეს ექსპერიმენტი, 12 ჯერ ხარო ამ განაყოფიერებელ კვერცხუჯრედებში შესული, ანუ ამ ნაყოფებში და 12 ჯერ გამოსული განსახიერებიდან. თვითონ ეს აკეთებდა. ეს ანუ აგრა პლეადებზე. ალიონა არის აგრა პლეადებზე და არტურზე ქალთევზა. როდესაც ჩვენ ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ და რადგან გვაინტერესებდა თუ ეს აბორტები სულზე როგორ მოქმედებს, რამდენად არის ეს კონტროლირებადი და ეს დანადგარი, რომელიც კურნავს სულს, რამდენად მოქმედებს სულზე და სხეულზე. მე მაშინ ეს გამოცდილება იმდენად საკმარისად მივიღე, რომ წავედი შეგნებულად
პლეადებზე გასასახიერებლად, ანუ პლეადებზე დასაბადებლად. მაგრამ მანამდე შევედი სტაზიში. და ალიონა იხსენებს, რომ როდესაც მე დავფრინავდიო ტუნელებში ამ გასახიერებებს შორისო და ჩვენი სხეულებიცო ჩვენ თვითონ შექმნითო და დავარქვითო ამას ბულიონები. ესე იგი, ალიონა, ანუ აგრა პლეადებზე ყოფილა კოსმოლოგი კოსმოგენეზი. კოსმოგენეზის მცოდნე, რაც ნიშნავს კოსმოსურ გენეტიკას. აგრა ქმნიდაო ცოცხალ არსებებს განსაზღვრული გარეგნობით, რადგან აგრა აგრეთვე იყო კოსმეტოლოგი. იდობოდა გენეტიკა იმაში, რისი შექმნა იყო საჭირო და როდესაც ხდებოდა ჩასახვა, დაუჯერდების ტრანსფორმაცია, როდესაც ნაყოფი ვითარდებოდა, არსებობს ტექნოლოგიები, როდესაც შეიძლება რაღაც დღების სტადიებში შეგიძლია ნახო წინასწარ შეგიძლია ნახო თუ რაღაც სტადიებზე როგორ გამოიყურებოდეს იქნება გარეგნულად ეს ნაყოფი. ხო და ახლა მამაკაცმა თქვა, რომ 2 წლამდე შეგიძლიაო ნახო პიროვნება როგორ გამოიყურებაო დაბადებამდე. ისეთი ტექნოლოგიები არსებობს. ხო, აპარატი ითulis ამბობს ალიონა ბრიგინა თუ როგორ გამოიყურებოდეს იქნება გარეგნულად ეს ნაყოფი და რა ნაკლები ექნება. აგრა აქტიურად მონაწილეობდაო ჩვენი ოლგასთან ერთად გარეგნობის შექმნაშიო. იმის გარდა, რომ ჩვენი გარეგნობა უნდა დამსგავსებოდა მიახლოებით მაინც ჩვენ მშობლებს და უნდა შეექმნა სხვადასხვა ცივილიზაციების უჯრედების დახმარებით, ჩვენ ამას ვუწოდებთ ბულიონს, ჩვენი სხეულები, რომ ჩვენ სხეულებმა რომ ჩვენ სხეულებს შეძლოდათ ენერგიების გატარება, სხვადასხვა ცივილიზაციების ენერგიის გატარება. და როდესაც აგრა და ტანიდა, ანუ ალიონა და ოლგა პლეადებზე სწავლობდნენო მაგიურ სკოლაში, ჩვენ შევძელითო ჩვენ მაღალ ასპექტებთან გაერთიანება. ჩვენი მაღალი მეშვეობით, დახმარებით, ჩვენ მათთან ურთიერთობდით და ჩვენი სხეულების შექმნის ერთ-ერთი ფაქტორიო იყო ისო, რომ ანუ აგრამ გაიფიქრა, რომ თუ ავიღეთ ჩვენი განსახიერებებიდან უჯრედებს, ჩვენი ფიზიკური სხეულებიდან იმ განსახიერებებისა, რომლებთანაც დაკავშირება იქნა, რომლებთანაც შევძელით დაკავშირება, ჩაგვემატებია ამ ბულიონში და დაგვემატებიაო სხვადასხვა ცივილიზაციების გენეტიკა, რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენ აქ დედამიწაზე დაკავშირებოდითო რამდენიმე მთავარ განსახიერებებთან. ანუ იმასთან, რომლებაც ჩვენ გავსახიერდით. რომელიმე მნიშვნელოვან განსახიერებაში. ანუ რომ გახსნილიყავით. ახლა ამ კაცში კიდე დევს ასტრობუსის დნმ. ანუ პრინცესა გოიას ძმის დნმ. ისევია გოგოებში, მაგალითად ალიონაში აგრას დნმ, მისი აქტურიანელი ასპექტის დნმ, ოლგა ტანიდაში დევს პრინცესა გოას დნმ და ტანიდას დნმ და ასე. და მოგზაურობდითო ხომალდების მეშვეობით, რადგან არისო ისეთი ტექნოლოგიები, რომ არამხოლოდ პლანეტებს შორის მოძრაობო, არამედ დროშიც მოძრაობო გაზომილებებს შორისო. თან დროშიც. ნებისმიერ დროში. ჩვენ ვიცით, რომ კოსმოსში არ არის დრო, მაგრამ დრო არის იმ პლანეტებზე და სადაც განსახიერდები ხოლმე. თორე თვითონ კოსმოსში დრო არ არის, მაგრამ პლანეტებზე არის დრო. და ყველა პლანეტებზე სხვადასხვა დროა. ჩვენ ხომალდზე ვქონდათო ესეთი აპარატი, რომელსაც უწოდებენო ქრონომეტრი, რომელიც იძლეოდაო საშუალებას
დროში გვემოგზაურაო გინდა წარსულში ანუ ესენი ხომ მომავალში ცხოვრობენ იქ წარსულში ანუ ხო და ჩვენ ასე მოძრაობდითო დროში და ჩვენ შემდეგ იქ ხდებოდნენო ჩვენები და გვაძლევდნენო ბიო მასალას და ალიონა ამბობს აგერ ჩვენ 200-ო აქვსო 25 არა 200 ასტორებს 24 ადამიანური გენეტიკა ანუ იმ უცხო პლანეტელების ჩათვლით და ალიონას ქონია 26 გენეტიკა და მამაკაცში ყოფილა 33 გენეტიკა 33 არსებების გენეტიკა ადამიანებისა ვინც ანუ ბიომასალა ბიოლოგიური მასალა 34 მაქვსო ამბობს ის მამაკაცი ადამიანური დენების ჩათვლითო ამ კაცს ახლა დედამიწაზე ქვია ალექსეი და ალექსეის შექმნა შეძლო მხოლოდ მეოთხე ცდიდანო ესე იგი აგრას იმდენი უწვალია ამ ალიონას პლიადებზე იმდენი უწვალია და ალექსეი ამბობს ეს მამაკაცი რომ ჩემი მშობლები არ გეგმავდნენო ჩემ ჩასახვას და როგორ გავჩდიო მე ამ ქვეყნად არ ვიციო და პირობები ისეთი იყო რომ მე არ უნდა გავჩენილიყავიო მაგრამ მე გავჩდიო დედამიწერ ცხოვრებას ყვება და ეტყობაო ჩვენმა პლიადინელებმა აიღესო მამაჩემის უჯრედი დედაჩემის უჯრედიო შეუერთნენო დაამატესო რაღაც გენები და როდესაც აგრამ შექმნაო ეს მეოთხე ცდიდან ალექსეი შექმნა მეოთხე ცდიდან და როდესაც დაინახესო რადგან იქ ზოგჯერ ხან კუდი ხან ვიღაცი ცივილიზაციების გენი ჭარბობდა ეს არ გამოდგებოდა დედამიწაზე გასასახიერებლად არა რაკნეს იცით სინამდვილეში აიღეს მამის უჯრედი მიტერი მამის უჯრედი დედის ამათ არ უნდათ შვილი თვითონ ამ პლიადინელებმა ძალით ჩაუსვეს განაყოფიერებული ალექსეი დედის საშვილოსნოში ხდება ასე როგორ გონიათ ახლა თქვენ არ დაიჯერეთ მაგრამ ღვთისმშობელი მარია მართლა წმინდა სულისგან დაფეხმძინდა ამ ზღაპარს ჯერა თქვენ არა მარია წაიყვანეს ხომალდზე დააძინეს და წაიყვანეს ხომალდზე და ეს განაყოფიერებული ნაყოფი როგორც დღეს აკეთებენ ხოლმე გადაუსვეს საშვილოსნოში ასე რომ ფაქტიურად დაურსულეს ფიზიკურად ფიზიკური ხა პედაგოგიური კავშირში არ ყოფილან ისინი მაგრამ ხო თავიანთი ის განაყოფიერებული ჩაუდვეს მარიამს საშვილოსნოში ხო ამდაგვარი წესი და ალექსეი შემდეგ როდესაც გამოვიდა ისეთი როგორიც ჩამოგავდა ადამიანს რო ნახეს არნენდა ალექსეის დედას ჩაუსვეს საშვილოსნოში და გაჩნდა ალექსეი მაგრამ რადგან ჩვენში ამდენი ბულიონია რასაკვირველია ამას ნაკლიც აქვს და რა გენეტიკური ნაკლები მაგალითად ალიონა ბერეგინას აქვს 4 მკერდი ხო ერთ ვიდეოში გვანახა არა წინა მკერდი არ უნახებია ჩვეულებრივად როგორც ქალს აქვს წინ 2 მკერდი აქ არ აჩვენოს მაგი მე ვიცი ვიდეოდან მე მაგის ვიდეოებს ახლა ვუსვენ ძველ ჩანაწერებს რომ რამე ცენტრის ინფორმაცია გადმოგცეთ და სულ უსმენ როგორც საშუალება მაქვს და 2 მკერდი პატარა უფრო ზომის მკერდი იღლის ქვეშა განლაგებული ეს ერთი მეორე ამ ალექსეის და ალიონას აქვენ ფეხზე ასე გაფართოებული თითები ეს ხო აი ასე გაფართოებული თითები როგორ ატარებს ფეხსაცმელს და ახლა მახსენდება ხალხო არ გაგიგონიათ რომ ზოგს 6 თითი აქვს ფეხზე ზოგს 6 თითი აქვს ხელზე ამათში ყველაში არის შერეული გენეტიკა ყველა ცივილიზაციებისა ასე რომ ათი არ გაიკვირვოთ ზოგს აქვს მოგდო ცხვირი ზოგს უჩდება კუდი უკან ზოგს კიდევ რაღაც ანომალიები აქვს
და არჩევაც იყო მკაცრი. უბრალოდ შერჩევა იმისთვის რომ ამათი სხეულები შეექმნათ იყო მკაცრი. თითქმის უმრავლესობა დედამიწაზე არიან მუტანტები. მუტანტები ქვია ჩვენ ყველას. ჩვენი სხეულები იმ მიზნით კეთდებოდა ასეთებად რომ ჩვენ გაგვეძლო პირობების, გაგვეძლო გარემოების, რადგან ჩვენ მოვდიოდითო დაბალ ვიბრაციულ სამყაროში და ყველაფერზე უნდა გაგვეძლო. და შემდეგ ჩვენ უკვე ავსულიყავითო მაღალ სიხშირეებზე და ამიტომ ჩვენი სკამფანდრა რომ არ დაიშალოსო ატომებზე თანდათანობით უნდა ავიწიოთო ვიბრაციები. ამის გამო ხო ახლა რომ მზის ამოფრქვევებია და მზის ამოფრქვევებს იკავებენ და აგზავნიან დედამიწაზე მხოლოდ დოზებით ენერგიებს, აი იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცვართ აქა ნათელი ეს ვასხამური სულები ვინც არის დედამიწაზე ამათმა თანდათანობით გამოიღვიდო თანდათანობით აიჭონ ვიბრაცია და თანდათანობით გაიხსნას მათი პოტენციალი მათი და იმისი ვინც ამათ ეკუთვნის. ხო და ჩვენ ამიტომ თითქმის ყველაში დენა სხვადასხვა რაოდენობის გენები. აგერ ვთქვათ ალექსეის 34 გენი აქვს. კიდე გავიმეორებ ალიონას 26 და ოლგას 24. ხო არიან კიდევ 3 მკერდი აქვენ ისეთი გოგოები, ისეთი ქალები. არ გაგიკვირდეთ ამის ყველაფრის, აი ამიტომ მე გადავწყვიტე ეს გადამითარგმნოთ თქვენთვის, რომ თქვენ იყოთ მზად, რომ თქვენ ფსიქიკურად მოემზადოთ ამდაგვარი რაღაცეებისთვის. დროც დაგჭირდებათ რომ ეს ყველაფერი გადაამუშავოთ, მიიღოს თქვენმა გონებამ, მენტალურმა სხეულმა. ჩვენ ყველანი ვართ აქ მოსული ჩვენი მისიებით და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. ბევრი ჩვენგანი. და ალიონა ყვება რომ ბევრი ვარსკვლავური სულები, რომლებიც მოდიოდნენ დედამიწაზე, თანახმა იყვნენ, გაევლოთ საიდუმლო კოსმოსური პროგრამები შეგნებულად. იმისთვის რომ ეს ნეგატიური გამოცდილება თავად გადაიტანათ თავის თავზე. აი ესეც კი რომ იტაცებდნენ ბავშვებს, შემდეგ მათ იჭერდნენ, სვამდნენ გისოსებში, მათზე ძალადობას ხმარობდნენ, იგივე ადენოხრომს იღებდნენ, შემდეგ სისხლს და ბოლოს რო კლავდნენ ასეთ ბავშვებს, ეს შეგნებულად გადაქონდათ ამ ნათელ ვარსკვლავურ ძალებს, ვინც სტაზისში წვებოდა იმისთვის რომ განსახიერებოდნენ ასე ვთქვათ საბედისწერო ოჯახებში. იგივე ლოთების ოჯახში, ნარკმანების ოჯახში, ან კიდევ სხვა იმისთვის რომ გაევლოთ ეს ყველაფერი და ხანდახან ბავშვები რო ხდებიან მაგათად ომში იღუპებიან, ეს ჩვენთვის მიუღებელია ფიზიკურ დონეზე, მაგრამ ეს ბევრი მათთვის არის გამოცდილება თავის თავზე გადაეტანათ ეს ყველაფერი. ხო, ეს ძალიან რთული გასაგებია, ძალიან რთული, იმიტომ რომ ფიზიკურ დონეზე მიუღებელია ვინმე ძალადობრივი სიკვდილი, მით უმეტეს, როდესაც ეს ბავშვები არიან, პატარა ბავშვები. ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა. ძალიან, მაგრამ ისინი მათი გადმოსახედიდან შეგნებულად მიდიან, რომ შემდეგ მოგცნენ და ეს გამოცდილება შემდეგ მიიღონ. კიდევ ვამბობ, ძალიან რთული მისაღებია ეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხდება ასე. იცით რა, თავიდან მე მიჭირდა ამის გაგება. როგორ ეს ამ ხელა სიკვდილიანობა, პატარა ბავშვების სიკვდილიანობა, როგორ უნდა შეიძლება ეს იყოს, ხდებოდეს ასე, როგორ უნდა ყოფილიყო ეს საჭირო ასე. მაგრამ მე, როდესაც მე ამას ყველაფერს გავეცანი, უკვე ისე მტკინეულად კი, როგორ არა, ფიზიკური დონიდან მე ისევ მიჭირს
ეს ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ მაინც მე მესმის ხომ ამისი რომ წვრილი დონიდან სულ სხვაგვარად ჩანს ყველაფერი. ამიტომ ნუ გამიბრასდებით, მე არა ვარ უგულო, მაგრამ აი როგორც ალიონა ამბობს, ასეთ განსახელებებზეც კი თახდებიან იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღონ. კარგით, მოდით მე ამით დავამთავრებ. ამ ვიდეოს იმედია მე გასაგება გადმოგეცით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის დროებით.